Završen je jedan ciklus emisija dok anđeli spavaju. U ovim emisijama moji gosti govorili su iskreno o sebi. Razgovarali smo o raznim temama, o vaspitanju dece, o odnosima u braku, porodici, o ljubavi, o problemima razvoda. Vi ste imali prilike da o svemu tome razmišljate, da donosite svoje sudove, da se stavljate na jednu ili drugu stranu. A naš jedini cilj bio je da vam pokažemo da sve to zapravo čini naš život. U ovom trenutku, kada se možda više nego ikada osjeća potreba za unutrašnjim preobraženjem čoveka, smatrala sam da bi bilo neophodno na početku ovog novog ciklusa emisija Dok anđeli spavaju, da bi bilo korisno i vrlo zanimljivo da čujemo šta o svim tim pitanjima, o svim tim problemima misli poglavar naše crkve, njegova svetost, patrijarh srpski gospodin Pavle. Vaša svetosti, ja vam se zahvaljujem što ste prihvatili da razgovarate sa nama u ovoj emisiji, iako znam da vi to nerado radite pred televizijskim kamerama, je li tako? დიახ, რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს, თუმცა თქვენთან საუბრისთვისაც არსებობს მიზეზები. Ja bih da počnemo od samog početka. Kada se rodi to malo, ali samo na izgled nejako stvorenje koje se zove čovek, ono se prvo namršti i zaplače. Nauka ima svoje objašnjenje za ovu pojavu, međutim, zanima me šta vi mislite, vaša svetosti, o tome, da li ima simbolike u tom prvom kriku sa kojim se rađa novi život? ვიპასუხებთ ერთი ადამიანის სიტყვებით, რომელსაც ჩემი აზრით ჩვენთვის მარადიული მნიშვნელობა აქვს. ის ამბობს, როდესაც დაიბადე, ყველა ხარობდა, შენ კი ტიროდი. ეცადე ისე იცხოვრო, რომ როდესაც აღსასრული მოვა, შენ გიხაროდეს. სხვები კი ტიროდნენ. ტიროდნენ იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ტოვებს ამ ქვეყანას. ეს არის ჩვენი ცხოვრების გზა და ყოველი ადამიანის ცხოვრების წესი. ვინც საკუთარ ცხოვრებას სერიოზულად ეკიდება. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სიცოცხლის მიწურულს სინანული არ დაგვრჩის. არ აღმოვაჩინოთ, რომ შეცდომებით ვიცხოვრეთ და საკუთარი თავი დავღუპეთ. Mi smo eto i ovu emisiju nazvali Dok anđeli spavaju, misleći na decu, na ta stvorenja koja nas podsjećaju u svakom slučaju na čednost, na bezazlenost, na dobrotu. Međutim, kako to onda da i od takvih bića, od takvih malih ljudi, čednih i dobrih, kad izrastaju ljudi koji prave razna zlodela? Da li su to geni u pitanju, da li spoljašnji uticaj? Šta zapravo pothranjuje zlo u čoveku? რა თქმა უნდა, თავისი გავლენა და მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას, გენებსა და ცხოვრებისეულ გარემოებებს. უპირველესად ოჯახს, შემდეგ კი საზოგადოებას. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თავად ადამიანზე, როგორც პიროვნებაზეა დამოკიდებული. ყოველი ადამიანი იმ თავისუფლების გამო, რომელიც ჩვენ გვებოძა, ხოლო თავისუფლება ნიშნავს, რომ შეგვიძლია მოვიქცეთ ისე, როგორც ღმერთს სურს. სწორედ ამისთვის შევქმნა მან ადამიანებად, ამ სახელის ღირსებად. ჩვენ შეგვიძლია საპირისპიროდაც მოვიქცეთ. ჩვენი ფილოსოფოსი ბორა კნეჟევიჩი ამბობს, რომ ადამიანი არის არსება, რომლის გამოც ღმერთს შეუძლია გაიხაროს, ხოლო ეშმაკს შერცხვეს. ეს ფაქტობრივად ქრისტეს სიტყვებს გამოხატავს. რამე თუ რა ისარგებელი იყოს კაცსა უკეთო სოფელი ყოველი შეიძინოს და სულით ვისი იზღვიოს, ანუ რა იმისცეს კაცმა სასყიდლად სულისათვის ისა? სწორედ ეს არის მთავარი. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ამ წუთის სოფელში ერთხელ ცხოვრობს და იგი საუკეთესო გზით უნდა გამოიყენოს. იმ მიზნის შესაბამისად, რისთვისაც ღმერთმა შევქმნა. მან შევქმნა იმისთვის, რომ მის სასუფეველში მარადიული ცხოვრების ნეტარებას ვეზიაროთ. Međutim, ipak se čini, vaša svetosti, da je nekako put do greha lakši, jednostavniji, a put do vrline teži. Crkva nas uči da postoji uski i široki put.
დიახ, სწორედ ამას გვაფრთხილებს ქრისტე. გზა ვიწროა და ცოტანი არიან ისინი, ვინც ამ გზით მიდიან. თუ გზა კი დაღუპვისკენ მიმავალი გზაა და ბევრია, ვინც მას ადგას. რომელ გზას ავირჩევთ, ერთს თუ მეორეს ჩვენზეა დამოკიდებული. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო ადვილია ცოდვის ფართო გზით სიარული, ვიდრე ვიწრო გზით, ეს ერთმა გონიერმა ადამიანმა კარგად აგვიხსნა. თუ ადამიანი აღმართზე ადის, ძალისხმევისა და ოფლის გარეშე ვერავა, რადგან მიზიდულობის ძალას უნდა შეეწინააღმდეგოს. მაგრამ თუ კლდის კიდეზე დგას და საკუთარ თავს უბიძგებს, ან სახურავზე დგას, დაცემისთვის ძალისხმევა საერთოდ აღარ სჭირდება. თავისთავად ძირს დაეცემა. რა ხეირი აქვს ადამიანს, თუ ყველაფერი ასეთი იოლი იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაცემით დასრულდა? და რას ნიშნავს თუ იყოს სირთულეები, მაგრამ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, რომ შემდეგ აღარაფერი ვგქონოდა სანანებელი? ამრიგად სიკეთისკენ სავალი გზა ეკლიანია და მაცხოვარი გვაფრთხილებს. რომელსა ხნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე. ეს არის მზადყოფნა. გაჰყვე ქრისტეს და გადაიტანო სიზნელეები, რომლებიც საბოლოოდ ზეციურ სასუფეველში მისი ნეტარებისკენ მიგვიყვანს. Vaša svetosti, nije jednostavno živeti realni život po hrišćanskim načelima. Da li i vi mislite da je to tako za nas, svetovne ljude? იცით, წმინდა იოანე მახარებელი ამბობს, რომ ღვთისმცნებები მძიმე არ არის, ისინი ჩვენთვის იმიტომ არის მძიმე, როგორებიც გავხდით. რატომ? იმიტომ, რომ უკვე შევიძინეთ ცუდი ჩვევები, რომლებიც ფაქტობრივად სიკეთის კეთებაზე შეუდარებლად უფრო მძიმე ტვირთია. თუ ადამიანი მიჩვეულია მოწევას, რომელიც ერთ-ერთი შედარებით სუსტი ნარკოტიკული დამოკიდებულებაა, ის მონახდება და მის გარეშე ვეღარ ცხოვრობს. ეს უკვე მხოლოდ ჩვევა აღარ არის, ის ნივთიერება ყოველ უჯრედში აღწევს. მისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაც კი რთულდება. ჩვენ კი ისე ვართ შექმნილნი, რომ სუფთა ჰაერი სასიცოცხლოდ გვჭირდება, რათა ფილტვებში ჟანგბადი მივიღოთ. შემდეგ სისხლი ჟანგბადით მდიდრდება და მას მთელ სხეულში გადააქვს. ამიტომ ასეთი ჩვევები ცუდია და მათგან გათავისუფლება ძალიან რთულია. მაცხოვარი ხომ ამბობს, თუ კი გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე. ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. ხედავთ, ცუდი ჩვევებისა და ვნებებისგან გათავისუფლება თვალის ამოთხრას ან ხელის მოკვეთას ჰგავს, იმდენად რთულია. მაგრამ ეს ტკივილი უნდა გადავიტანოთ, რადგან ფაქტობრივად ჩვენ თვითონ ვიძალადეთ საკუთარ ბუნებაზე, როდესაც ამ ვნებებს მივეჩვიეთ. ახლა კი თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ამ ძალადობის წინააღმდეგ ძალა უნდა მივმართოთ, რათა მისგან გავთავისუფლდეთ. ამიტომ ქრისტიანული ცხოვრება ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ იგი მექანიკურად და იოლად ვერ მიიღწევა. უპირველესად უნდა გავთავისუფლდეთ ძალიან ცუდი ჩვევებისგან და შემდეგ სირთულეების გავლით კარგი ჩვევები შევიძინოთ. Pominjemo reč dobar, vaša svetosti, međutim, katkada se dobrota